საქართველოს გერმანიის ელჩს ემშვიდობება. ერთ უკანასკნელ მოჰიკანს იმ ელჩებს შორის, ვისთვისაც ქართული ოცნების ჩამოგდება შეუსრულებელ მისიად იქცა. იმის კვალად, რომ 4 წელიწადში რევოლუციის 5 მცდელობა ჩაუვარდათ, ისინი რიგრიგობით ტოვებენ ბრძოლის ველს. Your days of fighting for the so-called greater good are over. მოუთმენლად ველი პენსიაზე გასვლას. პენსიაზე გავდივარ. ერთმა მეგობარმა მომწერა: "მორიგი საქმე გელოდება, თუ ბოლოს და ბოლოს თავისუფალი ხარო." ჩემი პასუხი იყო: "ბოლოს და ბოლოს თავისუფალი ვარ." იგივე იყო ამერიკის ელჩის ბოლო სიტყვები. რობინ დანიგანი მისიის ვადის ამოწურვასაც კი არ დალოდებია, ისე გავიდა პენსიაში. ვიგრძენი, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. ამ ეტაპში სავარაუდოდ ტრამპის მიერ Deep State-ის აგენტურის წმენდა იგულისხმა, თუმცა გამიწვიესო არ უთქვამს. თითქოს გამიწვიეს, თითქოს ჩემი საქმიანობა პრეზიდენტის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რაც არ იყო სიმართლე. სიმართლე რომ არ ყოფილიყო რადიო თავისუფლებაში არ მევიდოდა, რომელიც ტრამპმა ამერიკის ხმასთან ერთად როგორც Deep State მედია დახურა. თუმცა ახლა მას ბრიუსელი ამუშავებს. რატომ ძნელი მისახვედრი არ არის. ეს რადიო სადგურების საგარეო პოლიტიკის იარაღია, რომელიც დასავლეთის უსაფრთხოებას ემსახურება და ტრამპს არ უნდა დაეხურა. ეს შეცდომა იყო. მოგისმენიათ მაინც რას გადმოსცემს ეს რადიო. სრულიად ამაზრზენი რამ არის. ამაზრზენი პროპაგანდის ეს იარაღი ახლა ევროპულ Deep State-ს ემსახურება. ამერიკის ელჩი კი მას ტაშს უკრავდა. მადლობა რადიო თავისუფლებას საოცარი მუშაობისთვის. ელჩების ნაწილი რადიო თავისუფლებას სისტემატურად სტუმრობს და ყოველ ჯერზე იფიცებიან Deep State-ი არ არსებობს. ქართული ოცნების მოგონილიაო. ნარატივი კი ის არის, რომ ევროკავშირი თითქოს Deep State-ის მიერ იმართება. თბილისის მერმა დაწერა, რომ გერმანია იმართება არაფორმალური ოლიგარქიული სტრუქტურების მიერ. ბევრჯერ საჯაროდ მithქვამს, რომ არ არსებობს Deep State-ი. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოიხსენიებს ამ ძალას კონკრეტული სახელით, Deep State-ის სახელით. Deep State-ი ასევე არის ჩაბუდებული ევროკავშირის სტრუქტურებში. Deep State-ის მიერ დანიშნული ჩინოსნები, რომლებიც ხალხს არ აურჩევია, განუწყვეტლივ ცდილობენ სხვადასხვა საიდუმლო სქემების განხორციელებას. გამუდმებით ძირს უთხრიან დემოკრატიას. მსხვილი მედია საშუალებები მათ ჯიბეში უზით. იქნებ Deep State-ი ამერიკის პრობლემაა და ფიშერს ამიტომაც გონია, რომ არ არსებობს. მაგრამ არა, გერმანიის კანცლერ მერცს ლამის ყოველდღე ამხელენ, რომ Deep State-ისა და მისი ფინანსური მანქანის, BlackRock-ის მსახურია. მერცი BlackRock-ის გერმანული ფილიალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ვიმეორებ, BlackRock-ის ფინანსური რვაფეხის, რომლის საცეცებმა მსოფლიოს თითქმის ყველა ეკონომიკაში შეაღწია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კრიზისებიდან იღებს მოგებას, რომელიც მთავრობებს თავის ნებას კარნახობს და ამ კაცს სურს, რომ დაგვაჯეროს თითქოს ის გლობალისტურ ელიტას შეებრძოლება. ეს იგივეა მელია ქათმების ფერმის დასაცავად დააყენო. ფიშერი მერცის გუნდშია და აშკარად თავს იკატუნებს Deep State-ი რა არის არ ვიცი. ალის ვაიდელი გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტია AfD-ის ლიდერია, რომელიც მთავრობის მხილების პასუხად მერცმა ექსტრემისტად გამოაცხადა. ასე მუშაობს დემოკრატია გერმანიაში. ფიშერი კი საქართველოს ამონათებს დემოკრატიული უკუსვა გაქვთ. თავის კონკურენტ პარტია AfD-ის ექსტრემისტული ჯგუფის კვალიფიკაცია ბერლინმა ოფიციალურად მიანიჭა, რამაც ვაშინგტონის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მარკო რუბიომ თავის გვერდზე დაწერა: ამით ბერლინმა თავისი დაზვერვის სააგენტოები მიუქცია მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის შენიღბული ტირანია. საუბარია გერმანელი ხალხის არჩეულ პარტიაზე, რომელსაც ნეოლიბერალები იმდენად დევნიან და ავიწროვებენ, რომ არჩევნებზეც კი არ უნდათ რომ დაუშვან და თავიანთი მედიაც მიქცეული ხავთ. ჩვენ შევეჯახეთ სიტუაციას, როდესაც ბრიუსელი მთელ ევროპაში საბჭოთა კავშირის მსგავს ბიუროკრატიას აყალიბებს, აუქმებს საბაზრო ეკონომიკას, დემოკრატიას, მიუკერძევებელ მედიას, კონსტიტუციას. ძირითადი მედია საშუალებები ყველა ბრიუსელის დაფინანსებაზეა და მის პოლიტიკური იარაღს წარმოადგენს. ეს ლიბერალური ფაშიზმია. ლიბერალურ ფაშიზმს ახსენებენ, არა? ისინი ამას ეწინააღმდეგებიან.
ჩვენ კი მართლა მიგვაჩნია, რომ გერმანია ლიბერალური დემოკრატიაა. როგორ გამოიყურება ლიბერალური დემოკრატია პრაქტიკაში? Hier ist die Polizei, wir müssen bitte mal mit Ihnen reden. მასობრივ ჩხრეკას გერმანული პოლიცია დილის 5 საათიდან იწყებს. დასმენის საფუძველზე, რომ სოციალურ ქსელში არასათანადო კომენტარი დაწერეს, მოქალაქეებს ბინებში უვარდებიან, ართმევენ ტელეფონებსა და ლეპტოპებს, უწყობენ დაკითხვას. გაუცებული იყო, განაჩემი უფლება არ არის, რას ვიტყვიან დავწერო. არა ბატონო, არ არის. სიტყვის თავისუფლებას საზღვრები აქვს. German democracy გერმანიის დემოკრატია ვერ გადარჩება, ისევე როგორც ვერც ერთი სხვა ქვეყნის. თუკი მილიონობით ადამიანს ეუბნები, რომ არ აქვს უფლება აზრის გამოთქმის. ვადანაშაულებენ ლიბერალური ფაშიზმის ხელშეწყობაში, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, რადგან ლიბერალი არის თავისუფლება, სადაც ერთმანეთის გვერდით ბევრი იდეა არსებობს. სწორედ ესაა გერმანია და ესაა ევროკავშირი. თუმცა რა არის ევროკავშირი და რა ხდება რეალურად გერმანიაში, გერმანელ ევროპარლამენტარზე უკეთ ვინ იცის? Be going back to the Middle Ages. რა ფაშიზმი? შუა საუკუნეებში გვაბრუნებენ. ადამიანებს აზრის გამოთქმის გამო ანადგურებენ. ვინც მთავრობას აკრიტიკებს, რუსეთის აგენტია. უბლოკავენ საბანკო ანგარიშებს, ართმევენ მუშაობის უფლებას, არ უშვებენ ქვეყნიდან. გერმანიაში უკვე 17 ასეთი სანქციაა გაცემული. ევროპაში კი 70-მდე. გადაწყვეტილებას კალასი და კოშტა ბრიუსელში ერთად იღებენ და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ასეთი რამ ევროპას მხოლოდ შუა საუკუნეებიდან ახსოვს. სანქცია რუსული პროპაგანდისტვის დამადეს. არადა რუსეთზე კრიტიკის გარდა არაფერი დამიწერია. პალესტინის მოვლენებს ვაშუქებ. ასე მითხრეს გენოციდზე საუბარი რუსული ნარატივიაო. ჩემი და მეუღლის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ქვეყნიდან გასვლა ამიკრძალეს. მუშაობის უფლებაც არ მაქვს. გერმანიის მოქალაქე ვარ. ევროკავშირში ვცხოვრობ და ასეთ დღეში ვარ. ჩვილი ბავშვები მყავს. ვინმე მსაკვები რომ მოგცეს, სანქციის არიდებაში დახმარებისთვის დააპატიმრებენ. დღევანდელი ევრობიუროკრატია არიან იმათი ღირსეული მემკვიდრეები. ინკვიზიცია, რომლებიც ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს განსხვავებული აზრისათვის. ამიტომ იგივე არის, რასაც ისინი შუა საუკუნეებში ჩადიოდნენ, დღევანდელ დღეს მათი ქმედებები 21 საუკუნეში. კრიტიკისთვის ჟურნალისტებს მთელ ევროპაში ფაქტობრივად ცოცხლად მარხავენ. უმთავრესი მედია კი ამას არც აშუქებს. სამაგიეროდ თბილისში კამიტის გამოყენებაზე ავრცელებენ ტყუილებს. თავისუფალი სიტყვა ინტერნეტსღა შემორჩა და იქაც ახშობენ. Tengo una trayectoria de activismo. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩემი ისტორიით და ესპანეთიდან ჩამოხვედით, თორემ გერმანიაში არც ერთი მედია არ დაინტერესებულა. როგორც ჟურნალისტი, როგორც მოქალაქე წამშალეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშუქებდი, როგორ არბევს გერმანული პოლიცია პალესტინელ დევნილებს ქუჩაში. არიცის ფიშერმა რა ხდება მის ქვეყანაში, ცხადია იცის და უნდა რომ იგივე აქაც მოხდეს. ამას კი ბრიუსელიდან მართვადი ნაცმოძრაობა სჭირდება, რომელიც ხალხს ქუჩაში ხოცავდა, ციხეებში აწამებდა. დღეს კი მოლოტოვის კოქტეილებს აჩეჩებს ახალგაზრდებს, რომ ხალხის არჩეული ხელისუფლება დაამხონ. მან არაერთხელ დაუჭირა მხარი იმ რადიკალებს, რომლებიც ქვით თუ მოლოტოვის კოქტეილებით უსწორდებოდნენ სამანდატო ორგანოებს, როდესაც ისინი თავიანთ პირდაპირ მოვალებას ასრულებდნენ ამა თუ იმ აქციის ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჩარჩოებში მოყვანის მიზნით. რადგან ისინი პირდაპირ ყოველგვარი კითხვების დასმის გარეშე შეასრულებენ იმ დავალებებს, რომლებიც რეალურად ზოგიერთი დასავლელი სახელმწიფოს ან გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებშია. იგივე ძალის დასმა სჭირდებათ ისევ სათავეში. და თუ ნაცკლასტერი ამას ვერ ახერხებს, ევრობიუროკრატების ამოცანა ხდება. ელჩები ამ ფრონტის წინახაზია. გადაიქცნენ არა დიპლომატებად, არამედ რაღაცა რადიკალების ადვოკატებად. სამწუხარო ტენდენციაა ეს. შესაბამისად, რაღაცა გამიჭირდება ეს ადამიანები რაღაც სტანდარტულ დიპლომატებად შეუპასო. ეს აბსოლუტურად ყველაზე ვარია მოშლი. ამ ზღვარს იქით კი დემაგოგია, ორმაგი სტანდარტი, გადატრიალების დაგეგმვა და დაფინანსება და ამ ყველაფრის ადამიანის უფლებებზე ზრუნვით გამართლება. ნებისმიერი დემონსტრანტი, რომელიც აპროტესტებს, ქუჩებს კეტავს, ფერვერკებს ესხვის პირდაპირ დამიზნებით პოლიციას, პარლამენტის შენობას წვავს, შუშებს ანგრევს და შიგნითა ბოთლებს ისხვის, ასე ვთქვათ, საწვავით და მე ეს ყველაფერი იწვება და მრავალ მილიონი ზარარი მიადგა შენობას.
მაგრამ ეს არის გაბრაზებული ადამიანების პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ თურმე. თქვენ ხელი მოაწერეთ უამრავ რამის ადამიანის უფლებებზე. კადრები თავისთავად მეტყველია. ყოველდღე ვხსნი ინტერნეტს და ვხედავ, როგორ აკავებენ ადამიანებს ტროტუარის გადაკეტვისთვის და ისინი ციხეში ხვდებიან. ევროპული სტანდარტებით ეს არაპროპორციული სასჯელებია. როგორია პროპორციული სასჯელი? ადგილზევე ანგარიშსწორება, სასამართლოსა და ადვოკატის გარეშე, ისევე როგორც ევროპაში. ნარატივის ნაწილად მოყვანილია დანიის მაგალითი. პოლიციის მოქმედება დანიაში. ფაქტობრივად ეს მთლიანად მცდარია. ევროპა კლავაც წარმატებული ადგილია. ევროპაში კარგი ცხოვრებაა. პოლიციის ეს ქმედება, რაზეც ქართული ოცნების ლიდერები მიუთითებენ, სრულიად გაბუქებულია. ესეც გაბუქებულია? დანიაში ძაღლიანი პოლიციელი ფეხმძიმე ქალს ურან-უგეს ძიუდოს ილეთს უტარებს და მიწაზე ანარცხებს. მეუღლეს კი, რომელიც გამოეკომაგა, ჯგუფურად უსტორდებიან. არც ერთ ამ ძალადობაზე ევროკავშირის ელჩს სათქმელი არაფერი აქვს. შეიძლება ითქვას სამწუხარო ჩამოყალიბებული რეალობაა, რომ დემოკრატიას პირობითად სხვა ქვეყანაში სხვა სახელი ქვია, საქართველოში სხვა სახელი ქვია. შეუძლიათ რომ ვთქვათ ევროპის ცენტრში რაღაცა მწოლიარი ახალგაზრდები დალეწონ, დაარბიონ და ამას უბრალოდ დემოკრატია დაარქვან და ამას აუცილებლობა სახელმწიფოს მხრიდან. დანიაში მომხდარი აქციის დარბევაზე მაქვს კითხვა. შეელახა თუ არა ამით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და გადაამეტა თუ არა ძალას პოლიციამ. ევროკავშირის ელჩს ამაზე კომენტარი არ აქვს. სამაგიეროდ ნაცაქტივისტზე დარდობს, რომელმაც პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა და კანონით დადგენილი წესით დაისაჯა. ძალიან გულსატკენია იმის ნახვა, რომ ახალგაზრდა პიროვნებას, სტუდენტს, ადამიანს, რომელსაც უყვარს ქვეყანა, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა მართლმსაჯულების სისტემასთან, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობას უსჯიან პოლიციელების წინააღმდეგ ჯოხის მოქნევისთვის. ეს ნამდვილად გულსატკენია. ამ გოგონაზე კი გული არ შესტკივა. ქუჩაში თავისთვის მიმავალი ევროპულმა პოლიციამ უმიზეზოდ ძირს დაანარცხა და არც კი წამოაყენა. ეს და სხვა უამრავი ფაქტიც, რაც ინტერნეტში ვერ მოხვდა, კოპენჰაგენის ინციდენტს მოჰყვა და იქნებ არც მოჰყოლოდა ბრიუსელს საქართველოს პრემიერის მიმართვაზე რეაქცია რომ ჰქონოდა. ქალბატონო ურსულა ბატონო ანტონიო ქალბატონო რობერტა მოგმართავთ კითხვით თქვენ როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხალხგეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს. ბატონო ელჩო, ვისთან მიდის ასეთი წერილები ევროპაში, მაგალითად გერმანიაში? ვინ კითხულობს ამ წერილებს? ვიღაც მიაპყრობინებს ხოლმე ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ბატონ კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ყურადღებას. თუმცა ვიტყოდი, რომ დიდ ყურადღებას არ იქცევს ხოლმე. სამაგიეროდ ნაცკლასტერის მიერ გაგზავნილ პასკვილებს ეცნობიან ყურადღებით და გადამოწმების გარეშე პათეტიკას არ იშურებენ. This parliament firmly condemns the repression of the Georgian opposition. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციის აქციის დაშლას და სრულიად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. In Georgia, the EU calls on the authorities to respect human rights. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივისცეს ადამიანის უფლებებს და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა. საუბარია აქციის დაშლაზე, რა დროსაც გადაწვეს პარლამენტის შენობა. პოლიციას კი მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. არ მიაწოდეს ელჩებმა ეს ინფორმაცია ბრიუსელს. ეს ხომ მათი ძირითადი მანდატია. ისინი აშკარად ღიად დაუფარავად ემხრობიან რადიკალურად განწყობილ გარკვეულ ჯგუფებს, უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო პოლიტიკურ საქმეებში და ფაქტობრივად აკეთებენ არალეგიტიმურ, არასამართლიან მოწოდებებს ქართული ხალხის მიმართ. რაც რა თქმა უნდა ცდება მათი სამსახურის მანდატი. სამწუხაროდ საქართველოში მოვლენილი გარკვეული ელჩები, კონკრეტული ჯგუფით შეიძლება ითქვას, ესენი შეიძლება ითქვას არასრულებდნენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ესენი ასრულებდნენ კონკრეტული ერთი სოფლიო
დიდი მასშტაბის მქონე ეგრეთ წოდებული deep state-ის ინტერესებს. საქართველოს მთავრობა ამაზე დიპლომატიურად დუმდა. თუმცა როგორც ჩანს, დუმილისა და ცინიზმის თმენის რესურსიც ამოიწურა. თვალთმაქცობაა დემოკრატიის უკუსვლაზე წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერის მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება, კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება. კანონის ავლით ნაცმედიას აფინანსებენ, რომ მთავრობა ლანძღონ და როგორმე შეარყიონ. ევროპაში კი დამოუკიდებელ ბლოგერებს ბრიუსელის კრიტიკისთვის ცოცხლად მარხავენ. ისე გამიყინეს საბანკო ანგარიშები, არავინ დამკავშირებია. არაფერი უკითხავთ. ბრიუსელში ვცხოვრობ და აქედან ვაკეთებ ბლოგს, რომელიც დაბლოკეს. ჩამომართვეს გადაადგილების უფლებაც. ანუ სამშობლოში ვერ დავბრუნდები. დამაბრალეს თითქოს თქვი, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკრაინის ბრალი იყო. რაც ტყუილია. მსგავსი ფრაზა ჩემს ბლოგში ალექსეი არესტოვიჩმა თქვა. In the case of Jacques ჟაკ ბოდის შემთხვევამ, რომელიც ცნობილი ბლოგერია, გარკვეული ხმაური გამოიწვია. თუმცა ათობით სხვა ჟურნალისტი ისე წაშალეს, რომ ვინ იყვნენ არ ვიცით. ბრიუსელში ვიღაც უხილავი სუბიექტები წყვეტენ, ვინ დასაჯონ და როგორ. ევროპული მედია ისედაც ჯიბეში უზით. ახლა სოციალური მედია დარჩათ მოსაღრჩობი და სწორედ ამ პროცესს ხედავთ. საქართველო რომ ევროკავშირის წევრი ყოფილიყო, მსგავსი სანქციის შედეგად იმედი, რუსთავი და პოსტივი დღეს უკვე დახურული იქნებოდა. მინიმუმ ადმინისტრაცია კი ალბათ გადასახლებული. მედიის ასევე თავისუფალი სიტყვის ცენზურასა და არჩევნებში ჩარევას, ანუ დიქტატურას, ბრიუსელი დეზინფორმაციასთან ბრძოლას უწოდებს და ირწმუნება, რომ ამით ხალხს იცავს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებას იმუნიტეტი უნდა შევუქმნათ. დეზინფორმაცია ვირუსია, ამიტომ სანამ გავრცელდება, სჯობს აცრა გამოვიყენოთ და ინფიცირებაც აღარ მოხდება. ევროკომისიამ ციფრული სერვისების აქტი მიიღო, რომლის თანახმად მისი გადასაწყვეტია, რომელ მოსაზრებას აქვს ან არ აქვს ინტერნეტში არსებობის უფლება. ილონ მასკი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც მესიჯების დაბლოკვაზე უარი განაცხადა. ეს საზიზღრობა იყო. ილონმა დამირეკა და მითხრა, მძიმე ამბავია. ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ცუდ გზას დაადგა და ეს ხალხისთვის იქნება ცუდი. არ გვინდა ევროპა ასე გადაგვარდეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ბევრი ევროპელი პარტნიორის მსგავსად ჟურნალისტების დაკავებას, თვითნებურ დაპატიმრებასა და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს. ჟურნალისტებში მზია ამაღლობელი იგულისხმება, რომელიც პოლიციაზე ძალადობის გამო დააკავეს. ბრიუსელმა კი ელჩებთან ერთად ამ ისტორიაზე აბსურდი სპექტაკლი დადგეს. 2025 წელს სახაროვის პრიზი აზრის თავისუფლებისთვის ენიჭება მზია ამაღლობელს საქართველოში. პოლიციელისთვის სილის გაწნა აზრის თავისუფლება ყოფილა. საინტერესო ამ პრინციპით რამდენი შემოულაწუნებდა თავად მეცოლას, თუნდაც ევროპარლამენტში. გერმანელი პარლამენტარი აშკარად პირველი იქნებოდა. Sakharov Prize. სახაროვის პრემია მისცეს ქართველ ჟურნალისტს, როგორ თუ დააპატიმრესო. არ ვიცი, იქნებ მართლაც არ იმსახურებდა პატიმრობას, თუმცა თუ განსხვავებული აზრისთვის აჯილდოებ, მაშინ ევროპელ ჟურნალისტებს იმავე მიზეზით რაღაცომ ანადგურებ. ხედავთ ხომ ორმაგი სტანდარტის დონეს. კი, ხედავთ, რაშიც ბრიტანეთის ელჩი განსაკუთრებით გვეხმარება, რადგან ამას ქართულ ენაზე ახერხებს. განსაკუთრებით შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით, მათ შორის ხელისუფლების კრიტიკის გამო, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესით. ალბათ უნდა ვიგულისხმოთ, რომ მედიის თავისუფლება ბრიტანეთში პოლიციელისთვის სახეში გალაწუნებას გულისხმობს. სინამდვილეში ბრიტანეთშიც, გერმანიაშიც და დანარჩენ ევროპაშიც ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობით ისჯება. გერმანიაში არ გვაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა. საკითხავია, ნამდვილად იმსახურებს ის 4-7 წლამდე პატიმრობას, თან უკვე 4 თვეა ციხეშია. იქნებ ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რაც ჩაიდინა. არის თუ არა დიპლომატიის უფლებამოსილება მასპინძელ ქვეყანაში სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მსჯელობა მოსამართლეზე ადრესასჯელის ზომის შესახებ მოსაზრებების გავრცელება და მითითება. ეს არაფერი არ არის თუ არა უგულებელყოფა მინიმუმ ვენის კონვენციის და მაქსიმუმ ის უთითრობა და ის
უსაქციელობა ძალიან მსუბუქად რო ვთქვათ, რასაც ეს გარკვეული ელჩების ჯგუფი კადრულობს. ერევიანს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ვითომ და პოლიტიკური პროცესების დემოკრატულად წარმართვის მიზნით, მაგრამ ეს არ არის მათი საქმე და ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. თუმცა იმ ფონზე, რასაც საკუთარ ქვეყნებში აკეთებენ, შესაძლოა ეს არც ისე დიდი ცოდვა იყოს. საფრანგეთის ელჩი გამჭვირვალების კანონზე ამბობდა, საფრანგეთში მსგავსიც კი არაფერი გვაქვს და ასეც ყოფილა. კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება საქართველოში, არ არის ის კანონი, რომელიც საფრანგეთშია მიღებული. სოციალურ ქსელში რუსული პროპაგანდისტვის საფრანგეთის 12 მოქალაქე დავასანქცირეთ. და დიახ, მათ შორის ჟურნალისტი ქსავიერ მოროც გახლავთ. C'est plus qu'un scandale. ეს სკანდალზე მეტია და ცხადად აჩვენებს, რომ ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს. ფრანგ შვეიცარიელ ჟურნალისტებს აზრის გამოთქმის გამო ასანქცირებენ. თქვათ, მათი აზრი მართლაც პრორუსულია. ჩვენ ხომ რუსეთთან ომში არ ვართ, რომ ეს იკრძალებოდეს. აზრის ცენზურამ ევროპაში არნახულ მასშტაბს მიაღწია. საბედნიეროდ ილონ მასკი თავს არ უხრის ბრიუსელის დიქტატურას. მისი პლატფორმა X-ი უარს ამბობს მათი მითითებით წაშალოს ხალხის მიმოწერა და შედეგად ხალხს აძლევს საშუალებას გაიგოს რეალურად რა ხდება. ვფიქრობ, ბრიუსელის საბჭოთა ციტადელი თანდათან იწყებს ნგრევას. სახალხო წინააღმდეგობა ძლიერდება. ეს პოლონელი პოლიტიკოსები ხევენ ევროკავშირის დროშას იმის ნიშნად, რომ ევროპის გადარჩენა ბრიუსელის ციტადელის დამხობაშია. პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კი ევროკავშირის დროშას ცეცხლს უკიდებს. Alors, débarrasse du torchon européen Comme les maires, comme les paysans. პარიზში პატრიოტთა პარტიის ლიდერები საჯაროდ ხევენ ევროდროშას და მრავალათასიან საპროტესტო აქციას უგდებენ გასათელად. აქციას, სადაც ბრიტანეთის კვალა და ახლა საფრანგეთის გასვლას ითხოვენ ევროკავშირიდან, ბრექსიტის დასახელებით. იბრძოლე სანამ ევროკომისია არ დაეცემა. ეს უკვე თავად ბრიუსელშია მასობრივი პროტესტი ევროკავშირის შენობასთან სოციალური პრობლემების გამო. პროტესტმაც და დარბევებმაც ბრიუსელში სისტემატური ხასიათი მიიღო. პოლიცია ძალის გამოყენებას არ ერიდება და რატომღაც ამას ევროპელი ელჩები არ აპროტესტებენ. ევროკავშირს გმობენ დანიაშიც, თანაც იმდენი, რომ პოლიცია ძაღლებსა და ხელკეტებს ვერ იყენებს, როგორც ეს ცნობილ ვიდეოშია. თუმცა ცხენოსანთა არმია მზადყოფნაშია. კვერცხებს, საღებავს, მოლოტოვის კოქტეილებსა და ფეიერვერკებს ესვრიან ბულგარეთში ევროკავშირის მისიას და შენობაში შეჭრას ცდილობენ. პროტესტი ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. როცა ევროკავშირში გაწევრიდნენ წარსულში საბჭოთა კავშირის წევრი ბალტიის ქვეყნები ან საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მყოფი პოლონეთი, ჩეხეთი და სხვები, დავინახავთ, რომ ყველა მათგანმა მიიღო უდიდესი სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანებით. თუ საქართველო არ გაწევრიანდება ევროკავშირში, ვფიქრობ, ის იქნება ერთი პატარა ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. მორიგი დეზინფორმაცია. ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებს ბრიუსელი მეორე ხარისხოვან წევრებად განიხილავს და შესაბამისად ეპყრობა. აიძულებს დათმონ საკუთარი ეკონომიკა, რომ ელიტური ქვეყნები გაამდიდრონ, მათ შორის გერმანია. We are borrowing money. რომინეთი ბრიუსელის კოლონიად აქციეს. გვაიძულებენ დიდძალი კრედიტი ავიღოთ და გერმანულ ეკონომიკაში იარაღის წარმოებაში ჩავდოთ. ქვეყანაში 10%-იანი ინფლაცია გვაქვს და ამის თქმაც კი არ შეგვიძლია. ჩვენი მშობლები კომუნისტურ ცენზურას ებრძოდნენ, თუმცა მაშინ 1990 წელს ერთი პროპაგანდისტური ტელეარხი ჰქონდა. ახლა კი უამრავი ასეთი არხია. Deep State-ის გავლენას ყველა ქვეყანაში ნახავთ. მისი შეჩერება ძალიან რთულია. მას აგენტების მთელი არმია ჰყავს. ისინი აწამებენ და კლავენ, ვინც წინ გადაეღობებათ. ამხობენ ხელისუფლებებს, ავრცელებენ ნარკოტიკებს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს და უთვალთვალებენ ყველას. საქართველოში Deep State-ის აგენტთა არმია ნაცოპოზიციის გარდა ათასობით NGO-სა და ნაცმედიას მოიცავს. თუმცა საქმეზე რომ მიდგა და მეორე ფრონტის გახსნა დაჭირდათ, ქართულ ოცნებას ეს ვერ აიძულეს და ასპარეზზეც მას შემდეგ ელჩები კელი დეგნანის თაოსნობით გამოიყვანეს. country like Georgia certainly knows that. საქართველოს, სადაც რუსეთი 2008-ში შემოიჭრა და ქვეყნის 20% დაიპყრო, კარგად უნდა ესმოდეს, რომ მოქმედების დრო დადგა. უმაღლეს მზადყოფნაში უნდა მოიყვანოს შეიარაღება.
იღება. შეერთებული შტატები მას ამაში დაეხმარება. ეს შეუდარებელი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და დასაკარგი დრო არ არის. რას გვეუბნებოდნენ Deep State-ის წარმომადგენლები, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დახულ კარს მიღმა, როგორ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნას, როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას, როგორ ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, ეს მეორე და მესამე ხდებოდა მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს მოთხოვნაზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მოთხოვნა ჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ნულანდის და ადმინისტრაციის მოთხოვნაა. 22 წელს, 24 თებერვლის შემდეგ, როცა უკვე იბომბება კიევი, რომ სასწრაფოდ გადაეცით უკრაინას მთელი თქვენი შეარაღება. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი Deep State-ის გაშიფრული ჩინოსანია. როგორ მართავდა ის მთავრობებს უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა. როდესაც ამერიკის ელჩთან მისი საუბარი WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. ფიქრობ ვაკონტროლებთ თამაშს. პრემიერ-მინისტრის მოადგილედ კლიჩკოს ასახელებენ, მაგრამ გადაწყვეტილება შენი მისაღებია. კარგია, რომ იაცენიუკი უკვე გაამზადეს ათადარიგოთ. არ მგონია, რომ კლიჩკო უნდა იყოს მთავრობაში. არ მგონია, რომ ეს საჭიროა ან კარგი იდეა იყო. აი ასე სატელეფონო ზარით მართავდა და მართავს დღესაც Deep State-ი მთავრობებს, ელჩებს, თლიანად ბრიუსელს. და როცა იგივე საქართველოში არ გაუვიდათ, ოცნების დამხობა პრინციპის საგნად აქციეს და ეს მეორე ფრონტზე უარით დაიწყო. აუხსნეს ქალბატონ დეგნანს, რომ იმ დღესვე რუსეთი ამას მიიჩნევს კრემლი, როგორც საქართველოს ჩართვას ომში და თვითონ დაძრავს თავის სამხედრო ტექნიკას, რომელიც აგერ სააკაშვილმა და ბიზამისმა მოიყვანეს თბილისიდან 30 კილომეტრში პირდაპირ ხაზზე, ხო? ორი თვითმფრინავი გაუშვით და მეც არ გთხოვთო. ეს რაღაცა თქვა სიტყვით. როცა მიიღო უარი, მეორე დღეს დაგვიყენეს ქუჩაში ეს ოპოზიცია, სრული კოორდინაცია იყო. ოპოზიციის რიგებში ჩადგა სრულიად NGO სექტორი და ნაცმედია და მასობრივი პროპაგანდით ხალხის მნიშვნელოვანი მასაც აიყოლიეს. საჭირო იყო ამ პროცესის ლუსტრაცია და ქვეყნის დაცვა. რისი ერთი გასაღებიც გამჭვირვალების კანონი იყო. საპასუხო სლამაც არ დააყოვნა. ქალბატონი ყელი დეგნანი, რომელიც ფაქტობრივად სათავეში ჩაუდგა მთელ დიპლომატიურ კორპუსს, ასევე რადიკალებს, რათა საქართველოში გაევრცელებინა დეზინფორმაცია, აემხედრებინა ქართველი ხალხი, ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ქართულ ხალხს ბრმად სჯეროდა იმის, რომ დასავლელი ელჩი ან დასავლელი დიპლომატი ტყუილს არ იტყოდა. რაში სჭირდება ეს საქართველოს? რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი? რადგანაც რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს ასჭირდება. ძალიანაც კარგად იცოდა, რაში სჭირდებოდა ეს კანონი საქართველოს და მის დასაბლოკად ქუძზე ელჩი გამოიყვანეს. თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ელჩის თანხლებით. ჩვენ გამოთქვით ჩვენი ხედვა, არა მარტო ჩემი ხედვა, არამედ ყველა ელჩის, რომელიც აქ იმყოფებოდა. ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ ამ ინიციატივაზე, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ელჩებმა ერთი ფრონტი პარლამენტში გაშალეს. მეორეს კი მთავრობასთან აგრძელებდნენ. ვაშინგტონიდან სამთავრობო ფონდის ადმინისტრატორიც ჩამოვიდა. Deep State-ის ერთ-ერთი მოლარე და მთავრობას ბოლო შანსი მისცა. ეს ადამიანი, რომელიც მოდიოდა, საუბრობდა არა თავის სახელით, არამედ ყველას სახელით. ის ადამიანიც მოვიდა, რა თქმა უნდა, როგორც Deep State-ის წარმომადგენელი და გითხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა ამ ადამიანის მითითებების შესაბამისად. ხოლმე რომ ჩვენ დავიცვათ ევროკავშირის ინტერესები საქართველოს ინტერესების დაზიანების ხარჯზე. რაზეც რა თქმა უნდა ამჟამინდელი ხელისუფლება უარს აცხადებს და სწორედ ეს არის მიზეზი აი ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოზე განხორციელებული ასეთი ინტენსიური არასამართლიანი საერთაშორისო ზეწოლის. და არანაირი არგუმენტი Deep State-ის გეგმის წინააღმდეგ არ მიიღებოდა. მე ვციტირებ მაშინდელი პრემიერის სიტყვებს, 3 დღეზე მეც ვერ გავზრდებ. არა უშავსო. 3 მილიონი ადამიანიო 3 დღეში ხوار დაიღუპებით. თქვენ ამის შემდეგ შეძლებთ, მას შემდეგაც თბილისი დაეცემა, შეძლებთ პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებას. ამას კომენტარი არ სჭირდება. ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა. 3,700,000 ხართ, ყოველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ დღეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი. ამ დონეზე იყო საუბარი, სრული კონკრეტიკა იყო, ან ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მთავრობის დამხობის სპეცოპერაცია მეორე დღესვე დაიწყო. ამერიკულ ფარას კანონს რუსული დაერქვა. მთავრობის ეროვნულ პოლიტიკას დემოკრატიული უკუსვლა რუსეთისკენ.
ყველა NGO-მ, ნაცმედიამ თუ ნაცექსპერტთა არმიამ ნიღაბი ერთბაშად ჩამოიხსნა და ქუჩის გადატრიალება დაიწყო. რუსული კანონის წინააღმდეგ ხალხი ისევ ქუჩაში არის გამოსული და ამ ძალიან დიდ პროტესტს უერთდება. ხორავის ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, თქვენ ახლა ხედავთ ზაზა სარალიძეს. მიზანს ყველა საშუალება ამართლებს. ასეთი იყო სტრატეგია და ვისაც მიწვდნენ, ყველა ბარიკადებზე შეყარეს. ძნელი სათქმელია, რას დაპირდნენ LGBT კლასტერს, მაგრამ ფაქტია, დედაბუდიანად ყველა პირველ ფლანგზე განლაგდა. იგით მოქალაქეებს ასევე შემოუერთდნენ ფაქტობრივად ყველა სკოლის მოსწავლეები. რატო ხარ ზოგადად დღეს აქ? პირველ რიგში ვაპროტესტებთ რუსულ კანონს და თვითონ ამ მთავრობას უნდა გადადგნენ და ხალხს ვეუბნები, რომ უნდა გამოვიდნენ გარეთ. რატომ უნდა გამოვიდნენ გარეთ? თურმე იმიტომ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ქართული ოცნებისგან დაეცვათ. ასეთი ცინიზმით მოქმედებს Deep State პროპაგანდა. საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეუსაბამო ამ კაცთან, ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა არაბული გაზაფხულის რევოლუციათა ტაქტიკამ ქართველებზე არ გაჭრა. კიდევ ერთ სამოქალაქო ომში ჩათრევასა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე ხალხმა უარი თქვა, მათ შორის არჩევნებზე. ურთულესი გამოწვევის მიუხედავად, ქვეყნამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. თუმცა მეცნიერულად შემუშავებულ გადატრიალების ტექნოლოგიებთან გამკლავება რთულია. საარჩევნო კომპასი 2024 ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გამართეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ ეს იქნება უპარტიო ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს მიასწრის ცნობებს პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე. არჩევნების წინ ელჩებმა ონლაინ პლატფორმა შექმნეს, რაც ნაცოპოზიციის პროპაგანდას და ქართული ოცნების გაშავებას ემსახურებოდა, რასაც თან ელჩების პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებიც ახლდა. გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, რომ დავეწიოთ მათ. ყველაფერი დამოკიდებულია 26 ოქტომბრის ხმის მიცემაზე. ვიმედოვნებ, რომ ქართველები გამოიყენებენ ამას და იმედი მაქვს, რომ ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვისაც მისცემენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ ხმის მიცემით თანამდებობაზე იქნება ის, ვინც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სურვილს. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე და ეს რამ თქვა, ანუ მცირე, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციებით, რომ თუ ამორჩეულს უთხრა ეს, რომ თუ არ იაქტიურებდნენ და შესაბამისად გაიმარჯვებდა ქართული ოცნება და ხელისუფლებაში არ დაბრუნდებოდა კოლექტიური ნაცმოძრაობა, ჩვენი ევროინტეგრაცია იყო შეჩერებული. 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში თითქმის პირდაპირ მოუწოდებდნენ მოსახლეობას, რომ ხარი არ დაეჭირათ ქართული ოცნებისათვის. ეგონათ ცრუდაპირებებით ქართველი ხალხი მოტყუდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მაშინვე ახალი პროექტი ჩაეშვა. კოდური სახელით არჩევნები გაყალბდა, რაც ისედაც სათადარიგო გეგმა იყო და ის მაკკეინის ინსტიტუტში შეიქმნა. კითხვის ქვეშ უნდა დავაყენოთ, გაიმარჯვა თუ არა ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ. ამერიკაც და ევროკავშირიც მოითხოვენ გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევას და ასევე არჩევნების გაუქმებას და ვადამდელ არჩევნებს. მაკკეინის ინსტიტუტმა ლორა ტორტონის ხელმოწერით ჯერ კიდევ 24 წელს არჩევნებამდე 9 წლით ადრე გავრცელა ასეთი ინფორმაცია, რომ თუ ოცნება გაიმარჯვებს და ოცნება შეუძლია საკონსტიტუციო რესურსების აღებაც კი, ნათქვამია ამ დოკუმენტში, ევროპის ყველა ლიდერმა უნდა გამოაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბებულია და უნდა შევიდეთ ასეთ რეჟიმში უწყვეტი პროტესტები მანამ სანამ არ დაემხობა ხელისუფლება. ფიქრობ, უწყვეტი საპროტესტო აქციები მისცემს დასავლეთს ძლიერი მხარდაჭერის საფუძველს. საჭიროა საქართველოში ჩატარებული არჩევნების ეჭქვეშ დაყენება და ეგზიტ პოლებზე აპელირება, იმის მტკიცება, რომ ქართულმა ოცნებამ ხმების მხოლოდ 40% მიიღო.
ცალკე უმძიმესი ზეწოლა ევროუშიშროებაზე წავიდა, რომლის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებს თავისუფალი და მიუკერძოებელი უწოდა. მისიის ხელმძღვანელს პია კაუმეს თანამდებობის დატოვება მოუწია. პია, გმადლობ, რომ ყოველთვის პირადი მაგალითით გამოხატავდი ჩვენი ასამბლეის არსს, რაც ქვეყნებს შორის თანასწორობას გულისხმობს. ვიცი, რომ ამის გამო მძიმე წნეხის ქვეშ გიწევდა მუშაობა და პოლიტიკური ფასის გადახდაც მოგიწია. ამას მოჰყვა უკრაინის ინიციატივა და ევროსაბჭოს ასამბლეის რეზოლუცია, რომლითაც წევრის სტატუსის გასაგრძელებლად საქართველოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოსთხოვეს. რეზოლუცია, სადაც უფლებამოსილების აპრილამდე ცნობა კონკრეტული დათქმებით, მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დათქმით მოხდა ევროპულ ბიუროკრატიაში არსებული პრობლემებით ხსნის პრემიერი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. და ახლა ცდილობს, რომ რამენაირად ამის გამო ჭყალებში დაგვსაჯოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. Deep State-ის სადამსჯელო მანქანას არანაირი განცხადება არ აჩერებდა, მათ შორის ევროპული სტრუქტურების ჩინოსნების პროტესტიც კი. საპარლამენტო ასამბლეა ეგზისტენციურ კრიზისშია. რადგან თქვენი რეზოლუციებით ამ ორგანიზაციას ანგრევთ, ჩვენ არ გვაქვს სანქციებისა თუ იზოლაციის ბერკეტები. ჩვენ არ გვაქვს უფლება რამე თავს მოვახვიოთ რომელიმე წევრ ქვეყანას. დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგობა შეხვდა მაკ-კეინის წრე გადასულ აგრესიასაც საქართველოში, რაც ასევე უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენ ვაცხადებთ ქართულ ოცნებას არაკონსტიტუციურად. მე ვარ არჩევნების ექსპერტი და მე ვამბობ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. უხერხულია, რომ ამის სათქმელად ჩვენი დიპლომატები საქართველოში ჯერ კიდევ რაღაც დასაბუთებას ეძებენ და გვეწინააღმდეგებიან. არჩევნები გაყალბდა და ამას დასაბუთება არ სჭირდება. უცხოელ დიპლომატებსაც კი აღმოაჩნდათ სინდისი და ძალა Deep State-ის დაკრულზე რომ არ ეცეკვათ, ხოლო ქართველ კომპრადორებს არა. და ამის გამო არც არანაირი უხერხულობის განცდა. ჩვენ ყველამ აქ მყოფმა და საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად იცის თუ რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ გაყალბდა ეს არჩევნები, რა მეთოდებით გაყალბდა და ასე შემდეგ. ასე რომ არაფრის დამტკიცება არავის აღარ ჭირდებოდა. ზურაბიშვილმა მაკ-კეინის ინსტიტუტის გრანტები მიიღო და შვილებიც დაუსაქმეს. ერთი მაკრონის აპარატში, მეორე Deep State-ის ფრანგულ ტელეარხზე. ხოლო გერმანია მას მოქმედ პრეზიდენტად მიიჩნევს, რაც სამთავრობო საიტზეც წერია. მესმის, რომ ეს პრეტენზია არსებობს, თუმცა ეს მცირე საკითხია. It's kind of a small issue too. Small but მცირე, მაგრამ მეტყველი ჩვენი აუდიტორიისთვის. განვაგრძობ შემდეგი შეკითხვით. ჩვეული ცინიზმი და ზემოდან ყურება. თითქოს საქართველოს ბრიუსელის გუბერნია იყოს. მამუკა ხაზარაძე კი, რომლის სახლშიც სავარაუდოდ უფასოდ ცხოვრობს, მისი პირადი ვასალი. ის ცხოვრობს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სახლში და ამის თაობაზე ჩვენ არ გვაქვს კიდევ ზუსტი ინფორმაცია, რომ უფასოდ ცხოვრობს თუ ამისათვის გარკვეულ თანხას იხდის, რაც ყოველდღე მიუღებელია, ვინაიდან ელჩები არ უნდა საგეროვდნენ გარკვეული პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, შემოთავაზებებით და დათმობებით, მათ აქვთ გამოყოფილი შესაბამისი თანხები მისათვის, რომ იქირავონ პარტიამ, მოაწყონ თავიანთი რეზიდენცია თუ საელჩო. ფიშველი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა, აი სწორედ პიროვნების როლი ამ შემთხვევაში. დავიწყოთ იმით, რომ ცხოვრობდა მოგეხსენებათ მამუკა ხაზარაძის სახლში. დადიოდა მასთან ერთად მანქანით და არიხდიდა საერთოდ ბინისქირასაც შემდგომ დამტკიცდა და მე მისი განცხადებები. ფიშერს შეუძლია ხაზარაძის სახლში განაგრძოს რევოლუციაზე ფიქრები, თუმცა ელჩების კოორდინაციას ვერ შეძლებს. ეს ფუნქცია ტრადიციულად ამერიკის ელჩს ეკუთვნის, რომელიც ჯერ დანიშნული არ არის და ესეც Deep State-თან კონფრონტაციის პროცესის ნაწილია. The nominees are not being submitted to us. ბატონო რუბიო, საგარეო კომიტეტში აღარ გვიგზავნით ელჩების კანდიდატებს განსახილველად. არადა ამ მომენტისთვის 100 ქვეყანაში არ გვყავს ელჩი წარგზავნილი. ამ ფონზე კი 20 კანდიდატი ყოლიათ გამზადებული, რომელთაც დიპლომატიური გამოცდილება არ აქვთ. ეს მიუღებელია. ეს სენატორი ჯინ შაჰინია, Deep State-ის ერთ-ერთი ცნობილი ფუნქციონერი. უნდა რომ ელჩები ისევ თავად შეარჩიოს და შემდეგ მართოს, რის საშუალებასაც სახელმწიფო მდივანი არ აძლევს და შესაძლოა ეს საქართველოსთვისაც კარგის ნიშანი იყოს. დღესდღეობით გვყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ძალიან ბევრი ვიზიტები შეერთებული შტატებიდან, ოღონდ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მიღებთ იმისა, რომ თითქოს და ჩვენ ვხედავთ კეთილგანწყობის სურათს შეცვლის იმაზე უკეთესობისკენ, რაც მანამდე ჰქონდა, რეალური ხელმოსაკიდი
ქმედებები აგახორციელებდა და რეალური შედეგებს ჩვენ ვერ ხედავთ. და თუ კი კეთილგანწყობა ახალ ელჩსაც გადაჰყვა, შესაძლოა ელჩების შეთქმულებისგან საქართველო გათავისუფლდეს. შესაბამისად, აღარ დაჭირდეს შიში თუ განყურება, რომ რომელიმე ელჩი ზურგში დანას ჩასცემს და მხოლოდ წინ იყუროს განვითარების გზაზე. საქართველოს გავა